Მენტალური დაპირისპირება და ოჯახური დრამა ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით სპექტაკლი უხერხემლო რეჟისორმა გაგა გოშაძემ დადგა. სპექტაკლი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო შვილთან დაპირისპირებასა და მშობლების ტრაგიკულ მდგომარეობას ასახავს. 47 თეატრალური სეზონის რიგით მეორე პრემიერა მცირე სცენაზე ხვალ გაიმართება. ეგ შენ ნახატებია ბიჭო. ხობეზე რო ხატავდი და მე რო დაძდები. ღობიდან მოგლეჯილ ფიცარზე, რომლითაც შვილისთვის კუბო უნდა მოჭედოს, ბავშვობის ფერები დარჩენილიყვნენ. ხელები, ყვავილები, მზეები, ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ სიცოცხლეს ჰგავდა. დედისა და მამის ტრაგიკულ მდგომარეობას მძაფრად და ამაღელვებლად ასახავს სპექტაკლი, რომელშიც ნაჩვენებია ოჯახური დრამა. დრამა, სადაც არატრადიციული ორიენტაციის გამო ოჯახიდან და სოფლიდან გაგდებულ ადამიანს საზოგადოება გარდაცვალების მერეც უარყოფს. მინდოდა მაყურებლისთვის გეჩვენებია, რაც გადიან მშობლები ამ დროს, რა ტკივილს რისი გადატანა უწევთ და ასევე იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულად თავარი პერსონაჟია ჩვენთან გარდაცვლილი. ჩვენ არც არავის გამართლებას ვაპირებთ და არც არავის თანაგზნობას. ჩვენ გვინდა თქვათ ის, რასაც ვხედავთ, რასაც განიცდიან ეს ადამიანები და შანსს ვაძლევთ მაყურებელს, რომ მაყურებელმა თვითონ გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი. შიშარა ეს. შიშარა და უხერხემლო ხარ ჩვენ. უხერხემლო ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით სპექტაკლს საპრემიეროდ რეჟისორი გაგა გოშაძე ამზადებს. უნდა იყოს თუ არა მშობლისა და შვილის სიყვარული უპირობო და არის თუ არა მშობლისა და შვილის სიყვარული ყოველთვის უპირობო. პასუხები და დასკვნები მაყურებელმა თავად უნდა გააკეთოს. მაყურებლამდე ამბის, ემოციისა და საფიქრალის კარგად მისატანად შემოქმედებითი ჯგუფი 30 დღეა მუშაობს. რეჟისორმა საკმაოდ რთული სამუშაოსთვის, როგორც ამბობს, საუკეთესო გუნდი შემოიკრიბა და ახლა ჯერი მაყურებელზეა, რომლისგანაც დადებითი შეფასების იმედი აქვს. უკვდება შვილი, ეს შვილი არის ტრანსგენდერი, რომელიც ახლიდან ყავს ოჯახს გაგდებული და ეს ტრაგედია, ეს დრამაა, რომ საზოგადოება სიკვდილის მერეც არ იღებს ამ გარდაცვლილს, რომ კუბოს არ უკეთებენ, სასაფლაოზე არ ასაფლავებინებენ, ასე შემდეგ და ამაზეა თვითონ პიესა და სათქმელი ალბათ ის არის, რომ ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და მშობლის და შვილის სიყვარული უნდა იყოს ესეთი უპირობო. თავარი რეპეტიცია გაიარეს და ბოლო დეტალები ზუსტდება. მსახიობები მათი პროფესიონალიზმის მიუხედავად მაყურებელთან შეხვედრამდე ღელავენ. პრემიერა განსაკუთრებით ამაღელვებელია მარიამ გველესიანისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა ბათუმის დრამატულ თეატრში მისი პირველი როლი უნდა ითამაშოს. ამბობს, რომ სპექტაკლი, რომელიც თანამედროვეობის საკმაოდ აქტუალურ საკითხს ასახავს, მაყურებელს დამოკიდებულებას შეუცვლის და დააფიქრებს. ჩემი პერსონაჟი არის ახალგაზრდა გოგონა, კინორეჟისორი, რომელიც ჩამოდის და ხვდება ძალიან რთული და მძიმე რეალობის წინაშე. მას აქვს თავისი მტკიცე სიმართლე და შეეცვლება თუ არა დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც აქ დახვდება, ამას უკვე მაყურებელი იხილავს სპექტაკლს. მაყურებელს თვითონ გაუჩნდება რაღაც შეკითხვები, რაზეც მე დაფიქრდება ისეთ რამეზე, რაზეც აქამდე არ უფიქრია, ან უფიქრია და შეიძლება არასწორად ქონდა ჩამოყალიბებული დამოკიდებულება. სპექტაკლი უხერხემლო ბათუმის დრამატული თეატრის 147 სეზონის რიგით მეორე პრემიერა იქნება. უკვე დაგეგმილია სეზონის მესამე, მეოთხე და მეხუთე პრემიერაც. ასევე შეთანხმებულია მომავალი სეზონისთვის უცხოელ რეჟისორებთან პარტნიორობაც. ერთ კვირაში შემდეგ მესამე პრემიერა უკვე დიდ სცენაზე გელოდებათ. ბატონი გეგა გაგნიძის დარქვები ესეთი სპექტაკლია. მეოთხე პრემიერა უკვე ჩაშვებულია და მეხუთე პრემიერა ჩაშვებული ეს არის გოგოლის რევიზორი, გიორგი კაშია იქნება რეჟისორი და ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები მიდიან ბატონი გოჩა კაპანაძე. ერთ უცხოელ რეჟისორთან ბატონ ანდრი ჟოლდაკთან უკვე მიღწეულია შეთანხმებას და 152 სეზონში უკვე ოქტომბრის თვეში ბატონი ანდრი დაიწყებს რეპეტიციებს, ასევე მიდის თითქმის დაამთავრებული და შეთანხმებულია უკვე მოლდაվել რეჟისორთან და რომელიც ივნისში ჩამორძანდება და
აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყებს და ალბათ სეზონს მოლდაველი რეჟისორი გახსნის ჩვენს თეატრში და ამ ყველაფერთან ერთად ველოდებით საგასტროლო ტურნეებს. ვიღაც გადაგვრჩენდა და ჩემს მოკლეს. მე ციმოჟენიზიცი. სპექტაკლ უხერხემლოს პრემიერა დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ხვალ ზეგ და 1 თებერვალს 19 საათზე გაიმართება. ჩვენება დაგეგმილია ასევე 19 თებერვალსაც. მაყურებელთა ასაკობრივი ზღვარი კი 14 წელია.